საქართველოს ილია მეორეს მშვიდობა სამების საკათედრო ტაძარში დილის 9 საათიდან წირვა მიმდინარეობს. მრევლისთვის მცირე კორიდორია დატოვებული, სადაც უწყვეტად შეუძლიათ მოქალაქეებს შესვლა. ამ წუთებში კი საქართველოში განსაკუთრებულ სტუმარს ელოდებიან. მორწმუნე ერის მიმართ პირადად გამოხატავს სამძიმარს მსოფლიო პატრიარქი. ბართოლომეოს პირველი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად ილია მეორის წესის აგების მსახურებას შეასრულებს. სამების საკათედრო ტაძარი სავსეა მრევლით ეზოში დამონტაჟებულია სპეციალური მონიტორიც. იქ იმყოფებიან ქართული ოსნების წევრები, პატრიარქის ხსოვნას დილიდან პატივს მიაგებენ ოპოზიციის წარმომადგენლები. ნუცა ბახუტაშვილი გვერდდება ადგილიდან პირდაპირ ეთერში ნუცა გისმენთ. უკვე მესამე საათია სამების საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურება აღევლინება, მას კი უძღვება სრულიად საქართველოს პატრიარქის ტახტის მოსაყდრეს ენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი მეუფე შიო მუჯირი სინოდის წევრებთან ერთად. მე გაჩვენებთ ახლა რა ვითარება არის გარეთ სამების საკათედრო ტაძართან. ადამიანები აქ დილიდან იკრიბებიან მრევლის წევრებს სურთ პატივი მიაგონ უკანასკნელ გზაზე ილია მეორეს უწმინდესა და უნეტარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, რომლის საბოლოო გზაზე გაცილებამდე რამდენიმე საათი რჩებათ ქართულ მართლმადიდებლებს და აქ შეკრებილი მორწმუნეების მიზანიც არის სწორედ ეს, რომ გამოეთხოვონ საბოლოო გზაზე გაცილებამდე ილია მეორეს. თქვენ ხედავთ ახლა რამდენი ადამიანი არის მსურველი, რომ შევიდეს სამების საკათედრო ტაძარში. შესვლა ხდება მხოლოდ ერთი მხრიდან, ვიწრო კორიდორი არის დატოვებული. ამისათვის მანამდე კი 4 დღის განმავლობაში სამოქალაქო პანაშვიდები იმართებოდა სამების საკათედრო ტაძარში თითქმის 24 საათის განმავლობაში და ათასობით ადამიანმა ამ დღეების განმავლობაში შეძლო გამომშვიდობებოდა პატრიარქ ილია მეორეს, რომლის ღვაწლიც არის განუზომელი ქართველი ერისა და ქართული ეკლესიის წინაშე. შესაბამისად ეს ადამიანები ახლა კიდევ ერთხელ ეცდებიან, რომ გამოემშვიდობონ პატრიარქს სამების საკათედრო ტაძარში შენობაში უშუალოდ წარმოდგენილები არიან დელეგაციები, არაერთი რელიგიური კონფესიის წარმომადგენლები, მათ შორის მართლმადიდებლური სამყაროს წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნებიდან და როგორც გითხარით, უკვე მესამე საათი დაიწყო, რაც ლიტურგია აღევლინება, რომელსაც საქართველოს პატრიარქის ტახტის თანამოსაყდრე მეუფე შიო უძღვება. ამის შემდგომ უკვე ელოდებიან საპატიო სტუმარს, კონსტანტინოპოლის პატრიარქს ბართოლომეოს პირველს და შემდგომ ის წესაუგებს პატრიარქ ილია მეორეს. მაყურებელს ვეტყვი, რომ სწორედ ბართოლომეოს პირველი არის პირველი იერარქი სრულიად მართლმადიდებლურ სამყაროში. ამ ადამიანმა შექმნა მართლა ეპოქა, რომელიც ამ ძიმე გზაზე გამოგვატარა, საბჭოთა პერიოდი გამოვიარეთ, 90-იანები ალბათ ყველაზე მძიმე პერიოდი საქართველოს გაიარა და ესე მედროშეთ ედგა ეს ადამიანი, ჩვენი პატრიარქი და ღირსეულად შეიძლება ითქვას გაგვიყვანა თავის საქმე პირნათლად შეასრულა. ეს მძიმე დანაკარგია და სულ ყველა სიტყვებს აღაყოფს ტკივილის მომტანი. ვიზიარებთ ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის წუხარებას და მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი წუხარება, ეს არის სრულიად სამყაროს წუხარება, მაგრამ ჩვენ ქრისტიანები ვართ ბედნიერები იმით, რომ გარდაცვალებით და ადამიანის ამ ქვეყნიდან გასვლით არაფერი არ მთავრდება. ჩვენ წამს და ვჯერა, რომ ის იქნება უფლის წიაღში და მისი სული უფრო მეტად აგვეხმარება, უფრო მეტად ილოცებს ჩვენთვის. განუზომელია მისი ღვაწლი ყოველ მხრივ. 59 წლის განმავლობაში ჩვენო პატრიარქმა სასწაული შეძლო, ის რაც იყო 1977 წელს და რაც ახლა დატოვა, ამას ენა ვერ აღწევს. უსამძიმრე მთელ ქვეყანას, ჩვენს ერს, მთელ საქრისტიანოს ძალიან განვიცდი პირადად მე. ჯერა რომ ამის მერე რაც დაგვიტოვა ანდერძად ღირსეულად შევასრულებთ. მოაქცია ხალხი ეკლესიისაკენ. აი ეს არის ყველაზე უმთავრესი, გაერთიანა ერი და ბერი. აი ეს მანამდე არ იყო და ეს ყველამ ვიცით. მადლობა ღმერთს, რომ მის ეპოქაში ცხოვრობდით. ბევრის ნათლია არის, ბევრთან ქონდა ურთიერთობა მას და ეს არის სასიხარულო, რომ დღეს ყველა გაერთიანებულია. პოზიცია, ერი, ბერი, გვიხარია, რომ ერმა დააფასა. მიცვალებული პატრიარქი დააფასა ერმა და რა ვიცი, აი ეს საათობით დგომა, მოხუცია, ჩვილია თუ
ახალგაზრდა და სასიხარულო ის არის რომ ბავშვები დგანან კიდე ამ რიგებში და ვერთმე ყველა შეუწიროს აი რთულია საუბარი ასე მოკლედ რო თქვა მისი ღვაწლის შესახებ და მადლობა მას და გვაპატიოს ფლობს სრულიად ქართველი ერი პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალებას და ემზადება მის უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად ზუსტად 3 საათზე სამების საკათედრო ტაძრიდან დაიწყება პატრიარქის გამოსვენება. მას სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ. ეს გადაწყვეტილება სინოდმა მისი სურვილის შესაბამისად და გათვალისწინებით მიიღო პატრიარქი ილია მეორე, რომელიც 59 წლის განმავლობაში მართავდა ქართულ ეკლესიას, იყო ქართველი ერის სულიერი მამა 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა და ახლა სრულიად ქართველი ერი და მართლმადიდებლური სამყარო უკანასკნელ გზაზე აცილებს.